სოფლიო შეიცვალა. ჩინეთმა ირანი გაწირა და ტრამპი ჰორმუზში დამაჯერებლად იმარჯვებს. ზეწოლა ყურეში ახალ ფაზაში შევიდა და ეხლა გზავნილი მკაცვია. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 16 აპრილს კრიზისის ცენტრი მხოლოდ სამხედრო რისკი აღარ არის, არამედ ირანის ეკონომიკური დახრჩობა. ამ ცვლილების ყველაზე ძლიერი ნიშანი თავად ჩინეთის ქცევაში გამოჩნდა. ჩინეთი ირანიდან გატანილი ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობდა. თუ ეს ნაკადი შეწყდება, თეირანზე დართვა მფრისიერია. Reuters-თან საუბარში ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბლოკადამ შეიძლება შეაჩეროს დაახლოებით 2 მილიონი ბარელი დღეში, რომელიც სწორედ ჩინეთის ბაზარზე უნდა წასულიყო. თუნდაც ირანისთვის ყველაზე ოპტიმისტური შეფასებებით ეს რესურსი შეზღუდულია. ექსპორტის გარეშე რეჟიმს ნავთობის მიწოდება მიწის საცავებში უწევს და როდესაც ეს საცავები ივსება, წარმოება იწყებს კლებას. მარტივი ენით რო ვთქვათ, ზღვის გარეშე რეჟიმის ფული იწყებს ამოწურვას. სწორედ ამიტომ ირჩევს ჩინეთის სწორ მხარეს. რაც მოხდა ნათელია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის კონფლიქტი გადააქცია ოპერაციად, რომლის მიზანიც ირანული ნავთობის ექსპორტის შეჩერება, თეირანის იზოლაცია და რეჟიმისთვის სასტიკი არჩევანის დაყენებაა. უკან დახევა თუ სწრაფი გამოფიტვა. ვინ დგას ამ მოძრაობის ცენტრში? ერთ მხარეს დგანან დონალდ ტრამპი და ამერიკის ცენტრალური სარდლობა. მეორე მხარეს კი ირანის რეჟიმი, რომელმაც ჰორმუზის სრუტის გამოყენება ზეწოლის ბერკეტად სცადა. და ფონზე ჩინეთი, რომელიც თეირანისთვის დიდ მყიდველად და შესაძლო პოლიტიკურ ფარად მიიჩნეოდა. სად ხდება ეს ყველაფერი? ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზაა სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის და სადაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. როგორ განხორციელდა ეს? ზღვის ბლოკადით, გადაჭერის მუქარით, ფინანსური სანქციებით და პირდაპირ ზეწოლით ირანული ნავთობის მყიდველებსა და ბანკებზე. ფაქტობრივად დონალდ ტრამპმა თამაში შეცვალა, როდესაც სამიზნედ აიღო არა გლობალური მიმოსვლის მთლიანობა, არამედ ირანის ეკონომიკური სუნთქვა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ბლოკადა დაიწყო 13 აპრილს და ის განკუთვნილია ირანის პორტებში შემსვლელი ან გამომსვლელი გემების დასარტყმელად, ისე რომ არ შეაფერხოს ირანული პორტების გარდა სხვა პორტებს შორის ნავიგაცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ოპერაციის ლოგიკას. ვაშინგტონს სურს შეინარჩუნოს საერთაშორისო მარშრუტი და ამავე დროს დაახრჩოს მხოლოდ ის მანქანა, რომელიც ირანის რეჟიმს ინარჩუნებს. ეს არის ზუსტი, მაგრამ ფართო ზეწოლა. ამ ცვლილების ყველაზე ძლიერი სიგნალი ჩინეთის ქცევაში გამოჩნდა. ტრამპმა თქვა, რომ სთხოვა სი ძინპინს ირანისთვის იარაღი არ მიეწოდებინა და განაცხადა, რომ მიიღო პასუხი, რომ პეკინი თეირანს იარაღს არ აწვდის. ამავე დროს შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიიჩნევს ჩინეთის შეწყვეტს ირანული ნავთობის შეძენას ბლოკადის და მეორეული სანქციების მუქარის ფონზე. გადამწყვეტ მომენტში პეკინმა პრიორიტეტი მის ეკონომიკურ გადარჩენას მიანიჭა და არა ირანის გადარჩენას. ეს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი ირანიდან გატანილი ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობდა. თუ ეს ონკანი დაიხურება, თეირანში დართვა მქრისიერია. ექსპორტის გარეშე რეჟიმს ნავთობის მიწოდება მიწის საცავებში უწევს. და როცა ეს საცავები ივსება, წარმოება იწყებს კლებას. მარტივი ენით რომ ვთქვათ, თუ ზღვაზე გასასვლელი არ არის, რეჟიმის ფული იწყებს ამოწურვას. და ეს როგორ ჩანს რეალურ ველზე? ეს ჩანს გემების უკან დახევაში, ბაზრის შიში და ირანის მანევრის შესაძლებლობის შემცირებაში. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბლოკადის პირველ 48 საათში 10 ხომალდმა შეასრულა უკან დაბრუნების ბრძანება. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებული გემები უკვე იქნა შეჩერებული და რომ დაკურებულ შემთხვევებს შორის ჩინური სანქცირებული ნავთობიც კი გამოჩნდა. ამავე დროს, ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა კვლავაც მნიშვნელოვნად დაბალია ნორმასთან შედარებით. ანუ ტრამპმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მარშრუტის ნორმალიზება, მაგრამ უკვე შეძლო ზეწოლის მიმართულების შეცვლა და ძირითადი ხარჯის ირანისთვის გადატანა. რატომ არ წავიდა ჩინეთი დაპირისპირებაზე? იმიტომ რომ ანგარიში მარტივია და მძიმე. ჩინეთის ეკონომიკა დამოკიდებულია სტაბილურ ენერგიაზე, ინდუსტრიული ჯაჭვის მუშაობაზე და გააზრებულ რისკზე. ამ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთში ნავთობის გადამუშავება მარტში შენელდა. სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიწოდების რისკების გამო. პეკინს შეიძლება საჯაროდ მკაცრი რიტორიკა ჰქონდეს, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებებს ინდუსტრიის დაცვის აუცილებლობა განაპირობებს. ეხლა ირანის დასაცავად ესკალაციაში ჩართვა ნიშნავს ერთდროულად ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო კრიზისის საკუთარ თავზე გადმოწევას. აი რატომაც დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე ჰორმუზში იმარჯვებს, არა იმიტომ რომ ყველაფერი მოგვარებულია, არამედ იმიტომ რომ მან ეს მთავარი რაუნდი მოიგო.
მან ირანს წაართვა უპირატესობა, თავისუფლად გამოეყენებინა სრუტე იარაღად. ჩინეთი თავდაცვაზე გადაიყვანა და ირანული ნავთობი ლოგისტიკურ, საბანკო და სამხედრო პრობლემად აქცია. ირანი ჯერ კიდევ იმუქრება, ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს მოლაპარაკებას შიშის საფუძველზე, მაგრამ დღეს ის უფრო მარტოდ არჩა ვიდრე ადრე და ეს ცვლის თამაშის წესებს. ეხლა საბოლოო კითხვა მარტივია. რა იქნება შემდეგ? შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეიძლება კვლავ დაიწყოს, მაგრამ პრობლემული საკითხები იგივე რჩება. ირანის ბირთვული პროგრამა, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება და რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების დაფინანსება. მაგრამ ბოლო დღეების შემდეგ ეს მოლაპარაკება უფრო არათანაბარი გახდა. ირანი მოლაპარაკებებში წნეხის ქვეშ შედის, ჩინეთი კი ფრთხილად ერთვება. და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში იმ განცდით ერთვება, რომ ზუსტად ის ადგილი იპოვეს, სადაც ყველაზე მეტად სთქივათ.